ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. სახალხო კონტროლი მოსახლეობას ეხმარება. ჩვენ მივიღეთ სიგნალი და მივაკითხეთ მობინადრეებს, რომლებიც შველას გთხოვენ. ეს ხდება თბილისში, საბურთალოზე. გარდა ამისა, კიდევ ორი პოპულარული ობიექტი თბილისში. დღეს გადაცემაში. სუნთქვა ფიზიკურად შეუძლებელია. ძალიან ძაფრინა მძიმე სუნი არის. იმიტომ რომ სადარბაზოს კარს ვერ ვკეტავთ, იმიტომ რომ საშინელი სუნი დგება სადარბაზოში. შევარდნილა კატა მოკვდა, ახლა სადეზინფექციო სამსახური გამოვიდა. ნუ რა დღეში ვართ, ვინმე ვიცი საერთოდ. ეს რა არის? ეს არის სამზარეულო, აი ამიტომ არის კანალიზაცია გაჭედილი, აქ ყველაფერი საშინელება არის. აი შეხედეთ რა სუნია, ყარს აქაურობა. რამდენჯერ ყოფილა, რომ ერთს გწერენ და სულ სხვა ხდება. ყოფილა, თუმცა ისიც იყო, როდესაც მივედით და კიდევ უარესი სიტუაცია დახვდა. სტიკერები ცოტა ადრე უნდა მიგეკრათ, კარგად ვერ მოასწარით მიკვრა, ან კარგად მაინც მიაკარით. არა უშავს, ყოველ შემთხვევაში ისე მწარე დაგამახსოვრდებით, რომ აუცილებლად აწის სტიკერები სულ გექნებათ. ამ კვების ობიექტზე მოგვიყვანა წერილმა, კვამლით, სუნით შეწუხებულმა მოსახლეობმა მოგმართა გთოვნით, რომ გვენახე ეს ობიექტი და შემდეგ რაღაცა ზომები ჩვენ არა, მაგრამ სათანადო ორგანოებს ალბათ უნდა მიიღონ რაღაც ზომები და გამოასწორონ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ნამდვილად მოსახლეობა არის ძალზე შეწუხებული. აქ არის საცხოვრებელი სახლი, ეს არის ყაზბეგის 29 წილადი 22 და პირველ სართულზე განთავსებულია ინდური სამზარეულოს რესტორანი. შესაბამისად, ის სისტემა სავენტილიაციო, რომელიც არის დამონტაჟებული, გადის ეზოში და პირდაპირ ადის ბინებში, სახლებში, აივნებზე. ადამიანები ვერ გამოდიან აივანზე, ვერ სუთქავენ სუფთა ჰაერით, არიან ძალიან შეწუხებულები. ჩვენ ვათვალიერებთ ეხლა ამ ობიექტს და ასევე შემოგთავაზებთ მობინადრეების ინტერვიუს. მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით თქვენ პრობლემასთან დაკავშირებით ხმამაღლა საუბრობთ. რამოდენიმე წელია საცხოვრებელ ფარდში ჩვენმა მეზობელმა მე საერთოდ არ მაქვს პრეტენზია მის კერძო საკუთრებასთან, მაგრამ გააკეთა ინდური სამზარეულო. ამ წლების განმავლობაში ხან საკანალიზაციო სისტემა გაჭედეს და საშინელი სუნი იდგა, ხან ხანძარი გააჩინეს და ეხლა დღეს ხდება იგივე, ნაგავი ეზოში შეგიძლიათ მერე ნახოთ. აი აგერ არის ჩემს სადარბაზოსთან და ზუსტად მის თავზე ვცხოვრობ მე. საშინელი სუნელების სუნი, ეხლა მე არა მაქვს პრეტენზია ინდურთან, ქართულიც რომ იყოს, იგივეს ვიტყოდი, იმიტომ რომ არ არის სასიამოვნო მთელი დღის განმავლობაში საჭმელების სუნი ისუნთქვა ადამიანმა, როცა გინდა სუფთა ჰაერი. თან მყავს დედა გული თავატყოფი, ვერ გამოდის გარეთ, აივანზეც ვერ გამოსულა ქალი. ვთხოვეთ გამქირავებელს, რომ იქნებ გაგეკეთებინათ სხვა რამეზე გაგექირავებიათ, ნუ იქნება ოღონდ სამზარეულო. არა მე ესე მაქვს გაკეთებული და ესე უნდა გავაკეთო. შეხედეთ როგორი გამწვევი სისტემა, აბსოლუტურად კუსტარული. გამოდის აქედან სუნი. თქვენ ნებართვა მიეცით გამწვევთან დაკავშირებით? აი საქმეც მაგაშია, რომ ეს ხელმოწერები სანახევროდ გაყალბებული აქვს ამ ადამიანმა. ასჯერ მიმართა ქალბატონმა გულიკომ გარემოს დაცვას, მერიის ამ სამსახურს კაცი შვილისგან ნორმალური პასუხი ვერ მივიღეთ. ბოლოს და ბოლოს, ხალხო, ჩვენ ვართ ქართველები ყველაზე მეგობრული ადამიანები და ყველა ეროვნება ცხოვრობდა ჩვენთან შეხმატკბილებული. რატომ უნდა მოხდეს ის, რომ შეუვარდეთ და რაღაცა საშინელებები ვაკეთოთ? ხომ არსებობს რაღაცა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ადამიანებს გვაქვს ჩვენ კორპუსში. თქვენი უფლება არ შეილახება და თქვენ გექნებათ ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება. მართლა ვართ უკვე აღშფოთებულები, ასჯერბი ადამიანურად თხოვეთ, აი აგერ ბატონი გელას დამეთანხმება, რომ თხოვეთ, რომ სხვა რამე გააკეთე. და კი ბატონო, აი გაქირავებული აქვს აგერ საპარიკმახეროა, იქით მაღაზია, გიჟები კი არა ვართ კაცო, კი არა ვერჩით ვინმე. იმიტომ რომ სადარბაზოს კარს ვერ ვკეტავთ, იმიტომ რომ საშინელი სუნი დგება სადარბაზოში. შევარდნილა კატა მოკვდა, ახლა სადეზინფექციო სამსახური გამოვიდა. ნუ რა დღეში ვართ, ვინმე ვიცი საერთოდ. ეს არის ზუსტად ის სამზარეულო, რომელზეც იყო საუბარი. მაგიდები უჟანგავია და კარგია, მაგრამ აი გამწვევის სისტემა საშინელ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ სუნთქვაც მიჭირს და თვალსაც უჭირს რეალურად.
აქ დაკეტილია და პრინციპში გამწოვში რა ხდება, ვერ გაიგებ. დაკეტილია, ყოველ შემთხვევაში წვეთა არ მიმდინარეობს. ნახეთ, აი კანალიზაცია როგორ წვეთავს და ესე სათლში როგორ ჩადის, ეს ნარეცხი წყლები, დაფა რომელზეც იჭრება სალათა და ტილოები რომელზეც პირდაპირ დაფაზე დევს. ნახეთ, აი რა მდგომარეობაში არის. სუნთქვა ფიზიკურად შეუძლებელია. ძალიან მძაფრი და მძიმე სუნი არის. გამწოვში შეხედეთ. ამოქოლილი არის, ნახეთ, აი როგორ არის. სანამ მადონდა ათვალიერებს და ამოწმებს სამზარეულოს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დარბაზი, აქ ბევრი სტუდენტია. ბუნებრივია, რომ აქ ძალიან ბევრი ინდოელი სტუდენტია, სამედიცინო უნივერსიტეტი აქვეა ვაჟა-ფშაველაზე და ისინი გადმოდიან აქ იმისთვის, რომ მიირთვან თავისი ეროვნული ტრადიციული კერძები. ალბათ ინდური კერძები უყვართ არა მხოლოდ ინდოელებს, ძალიან ბევრ ადამიანებს უყვართ და შეუძლია ნებისმიერ შევიდეს და აქ მიირთვას, მაგრამ სტუმარმა რა თქმა უნდა არ იცის რა პრობლემას უქმნის ეს ობიექტი სამეზობლოს. პრობლემა კი ნამდვილად არის. ეს რაღაცა კერძებია მომზადებული, მწვანილი, ნუ ყველაფერი რა თქმა უნდა სტიკერების გარეშე, ყველი, სხვა პროდუქტები ვნახოთ სადა აქვთ კიდე, აქ არის კარაქი და ასე შემდეგ, მოთავსებული ცხიმები, ქვევით ბოსტნეული არის, ჩაყინული ულუფებად. ეს რა არის? შეხედეთ რა არის. ამყაყებულია ყველაფერი, ამას მე ვერ ხსნი, ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ, ესაა სამზარეულო. ეს ნახეთ რა მდგომარეობაში. შეხედეთ, ამას მე ვერ წევ სამწუხაროდ. ვერანაირად ვერ წევ. ამიტომ არის კანალიზაცია გაჭედილი, აქ ყველაფერი საშინელება არის. აი შეხედეთ რა სუნია, ყარს აქაურობა. ეს არ არის, აი არ ვიცი რა არის ეს. ამას ხურავ, იმიტომ რომ ამის ატანა აღარ შემიძლია. საშინელი სუნი ამოდის. ეს არის გასარეცხი ჭურჭელი. ეს არის ხსნარები, რომელიც სხვაგან უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აქ იყოს ჭურჭელთან ერთად. ტილოები შეხედეთ რა მდგომარეობაში. აქ რომელ ჰასპზეა ლაპარაკი და რაზეა საერთოდ ლაპარაკი, შეხედეთ. აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა, შეხედეთ. საშინელება, სუნი არის მართლა აუტანელი. აქაც არის აუტანელი სუნი, აი ზეშ საშინელი სუნი. სარეცხი, აი მეზობლებს აქვთ გამოფენილი და წარმოიდგინეთ რა სუნს აიღებს ეს სარეცხები. აქ ვირთხები კი არა, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად. აი ეს არის main course, სხვადასხვა ქათმის კერძები, ასევე ბევრი ძალიან ბევრი ინდოელი ვეგანები არიან და რა თქმა უნდა ბევრი ბოსტნეულის თუ მწვანილის კერძიც არის მათი ტრადიციული ჩაი და ასე შემდეგ. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეხლა დარბაზი არის ნორმალური, მაგრამ ის რაც სამზარეულოში აღმოვაჩინეს და ის დარღვევები რომელიც იყო, რა თქმა უნდა გამოსასწორებელია და მთავარი კითხვა მაინც რჩება, რა ეშველება მოსახლეობას, რა ეშველება იმ ადამიანებს, ვინც ამ სახლში ცხოვრობს. აი აქ არის სალაროს აპარატი გაქვთ, ხო? აი რაღაცა წებოვანი არმესი ამოვნა. კოვორკინგის კუთხეა, აქ შეუძლია სტუდენტებს მოვიდნენ და იმეცადინონ და ასევე მიირთვან. აქ არის ასევე სველი წერტილი, სუფთა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, არის თხევადი საპონი, არ არის ხელსახოცი, ეს არის ტუალეტი. აი ესეთი, ნუ მეტნაკლებად, აი რა გითხრათ. არც ცუდი და არც კარგი, საშუალო, მაგრამ ყველგან არის საპონი. ეს ძალიან კარგია, სუფთა სარკია. გამწოვის სისტემა დავათვალიეროთ ახლა როგორაა. გამწოვი იმდენად გაბიდნულია, ნახეთ, აი როგორ გადმოდის კონდენსატი, ნახეთ გამწოვში. გამწოვში როგორც გადმოდის კონდენსატი და აუცილებლად ჩვენ მოვითხოვთ დოკუმენტაციას და გავაკონტროლებთ ეს გამწოვები, მოვითხოვთ ინფორმაციას და მოგაწოდებთ ეს გამწოვი როგორ არის დაყენებული და ვინ მიცა თანხმობა და ვინ უარყო. აი ნახეთ რა მდგომარეობა, რატო აქ ასეთი სუნი. ამას შეხედეთ. ეს არის გადმოღვენთილი ნაგავი. აი ეს არის გადმოსხმული და გადმოღვენთილი კონდენსატი. ნახეთ, ეს არის ეზო, შეხედეთ, აი რა მდგომარეობა არის, ნახეთ. აქ რა თქმა უნდა, მღრღნელები იქნებიან, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი მსუყე ადგილია მღრღნელებისთვის, ძალიან ბევრი საკვები ნარჩენებია, აყროლებული ყარს აქაურობა, ძალიან მძიმე და მძაფრი სუნია და ვადასტურებ, რომ აქ ადამიანი ჯანსაღად ნამდვილად ვერ იცხოვრებს ვერანაირად.
ეს არის გამორიცხული. მე ხა მზაკერძებში არ ჩავიხედები ნამდვილად, არ ვნახავ, მაგრამ აი ფაქტი და რეალობა ეს არის, რომ აქ არის ძალიან ზაფრი და აუტანელი სუნი. მარტო ქუჩის ერთ მხარეს კი არა, მეორე მხარესაც საკმაოდ ესეთი მძაფრი და არასასიამოვნო სუნია. აი ნახეთ ზღურბლები რა დღეშია, ნახეთ აი ყველაფერი როგორი ბინძური არის, ნახეთ ვითომ და ზედაპირულად ოდნავ არის მისუფთავებული, მაგრამ აი გლობალური დასუფთავება ობიექტს ნამდვილად ჭირდება. დარბაზთან ნაკლებად მაქვს კითხვები გვაქვს ჩვენ ძირითადად იმ ადამიანთან ვინც აქირავებს ამ ობიექტს, ანუ რას მოიმექმედებს, რას გააკეთებს, იმისთვის რომ სამეზობლო დარჩეს კმაყოფილი. თუნდაც მათ ელემენტარული იმის კომფორტი გქონდეთ, რომ ჩვეულებრივად დაისვენონ აივანზე გავიდნენ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ. სისუფთავის მხრივ რა თქმა უნდა შეიძლება უფრო სუფთაც იყოს, მაგრამ ნამდვილად არ არის საგანგაშო სიტუაცია ისე რომ ვთქვათ, რომ აქ ისეთი ანტისანიტარია, რომ აქ დაჯდომა და კერძის მირთმევა არ შეიძლება. მთავარი კითხვა ჩვენ უკვე დავსვით და ამ კითხვაზე პასუხს ველოდება არა მხოლოდ სახალხო კონტროლი, არამედ ყაზბეგის 29 წილადი 22-ის მობინადრეები. ხანძარი სად იყო? ხანძარი იყო ქვემოთ. და ნახეთ ეხლა დაჩვენეთ გაზის ცენტრალური მილი გადის სახლში, დაუბძახე გაზის სამსახურს, მოვიდნენ და უთხრეს თქვენ გაქვთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო გაზის ხმარების უფლება, როდესაც მილი ცენტრალური შედის სახლში. ანუ საშიშია და ხანძარი რო გაჩნდა, მე რო არ გამეგო, აიწეოდა კორპუსი საში. აი კიდე მინდა ერთი ადგილი გაჩვენოთ, ეს ძალიან საინტერესოა. მე ჩემი ჯგუფის იმედი მაქვს და ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბიჭები შემომყვებიან. ეს არის კორპუსის ქვედა მდგომარეობა, საიდანაც მთელი კორპუსი არის აყროლებული და ინფექციის გავრცელების წყარო შეიძლება იქცეს. მილი, რომელიც არის ჰაერში გამოკიდებული, ეს კონკრეტულად კვების ობიექტს ეკუთვნის და მილი არის არაჰერმეტულად დამონტაჟებული ჟონავს და აი ასეთი მდგომარეობა ეს წარმოადგენს რა თქმა უნდა როგორც ინფექციების თვალსაზრისით, ასევე კორპუსი, რომელიც დგას მუდმივად წყალში და აი ესეთ ამყაყებულ, აყროლებულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, რისკ ფაქტორს წარმოადგენს. უკვე ბუნებრივ აირზე და სხვა რამეზე რო არ ვილაპარაკოთ. შეხედეთ, აი აქეთ არის სრულიად სიმშრალე, სადაც მოსახლეობა, აი მინდა კამერით ეხლა მივანათო და გაჩვენოთ, სრული სიმშრალეა და ეხლა კადრს შემოატრიალებს ისევ ერეკლე და გაჩვენებთ რა კოშმარი ხდება უშუალოდ კვების ობიექტის ქვევით. აი ზუსტად ასეთი ობიექტები, როგორც არის ეს კვების ობიექტი, არიან დამნაშავეები იმაში, რომ კორპუსს შემდეგ გარკვეული რისკები ემუქრებათ. სახალხო კონტროლს წერენ. კანდელაკის 49 ნომერში საცხობი კაფე რაჭა, სარდაფში არის უბინძურესი სამზარეულო, სადაც მზადდება მხალეული სალათები და ასე შემდეგ თხოვთ შეამოწმოთ. იცით რა არის? უკვე რამდენჯერ ყოფილა, რომ ერთს გვწერენ და სულ სხვა ხდება. ყოფილა, თუმცა ისიც იყო, როდესაც მივედით და კიდევ უარესი სიტუაცია დაგვხდა. უბრალოდ, როდესაც ვუყურებ ახლა აი ამ საცხობს, ხო, კანდელაკის 59 საცხობი რაჭა, უკვე მომწონს და სიამოვნებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სუფთა მინა, მინის კარი, სუფთა აბრა. მოდით შევიდეთ და ვნახოთ იქნებ შიგნით ხდება რაღაცა საშინელება. ჭერი მოწესრიგებულია, კედლები არაჩვეულებრივია. ნახეთ, აი როგორი სუფთა გაწკრიალებული მაცივარია. ხილი ცივდება. მეორე მაცივარს უბრალოდ კულერს გავწმინდავდი. კულერია გასაწმენდი, თორემ მაცივარი თვითონ გაწმენდილი და გასუფთავებულია. აი კულერს უნდა დასუფთავება. დანარჩენი მაცივარში კოროზიის კვალიც კი არ არის და სუფთა არის. სწორად არის მოთავსებული გასატანი კონტეინერები შეფუთული. გარკვეული რაოდენობა არის გახსნილი და დანარჩენი შეფუთულია და ესეც სწორი არის. ყველაფერი აბსოლუტურად უჟანგავით არის მოპირკეთებული და ესეც სწორია, რა თქმა უნდა.
ნიჟარებიც უჟანგავია, პრინციპში რატო მომიწვიეს და რატო მომწერეს ცოტა მიკვირს, უბრალოდ ალბათ აინტერესებდათ, მაგრამ რაც არ არის სწორი, ეს არის რომ აი ეს უნდა მივცე შენიშვნა მენეჯერს, რომ აუცილებლად სადმე კარადაში გადაიტანონ და სადაც პროდუქტი ინახება, იქ ქუჩიდან შემოტანილი ჩანთები არ უნდა იყოს. ქალბატონები ყველა მოწესრიგებულია და ყველა თეთრ წინსაფრებში არიან და ლამაზები, სუფთები, მოწესრიგებულები. შეიძლება ფქვილი ეყაროს, მაგრამ ფქვილი არის თეთრი ფერის და არ არის შავი. აი როგორც აქ პროცესი მიმდინარეობს თეთრია და იცით რა, ფქვილი ბევრია და ფქვილი არის დაყრილი. არა, ფქვილი არის თეთრი, ტვერი არის მუქი. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. აქ რა არის, დავეთვალიეროთ, აქაც მაცივრებია. მაცივრებში არის კონტეინერები ჩაწყობილი, ოღონ კონტეინერები აუცილებელია რომ იყოს დასტიკერებული. ამ მაცივრებზე მივცემდი რეკომენდაციას რომ მიალაგოთ და სტიკერებით შეფუთონ ყველაფერი. ეტყობა აქვე ამზადებენ კომპოტებს, ერთჯერად ბოთლებში აქვს მოთავსებული და არ არის აი ძველ მრავალჯერად ბოთლში მოთავსებული და ამასაც მივესალმები. აქ სამრეცხაო არის და აქ მიმდინარეობს ლობიოს მოხარშვა და სამრეცხაო ჭურჭლის რეცხვა. მადონა უკვე ათვალიერებს საცხობს და საცხობი აქედანაც ჩანს, რომ ძალიან სუფთა, ხელთათმანით მუშაობენ ქალბატონი მზარეულები. და ნამდვილად სუფთა. ხედავ ასევე ბადეკარს, ანუ მწერის შეღწევა შეუძლებელია და ისეთი სიგრილია, რომ აქ არც ერთი მწერი არ გაჩერდება, იმიტომ რომ კარგი სასიამოვნო სიგრილია, კონდიციონერი მუშაობს და აგერ მოდით დავათვალიეროთ პროდუქცია. მე როგორც ყოველთვის ვიღებ იმას, რაც ვიტრინებშია და რაც ლამაზად არის განთავსებული. სახალხო კონტროლი არის კაფე რაჭაში კანდელაკის ქუჩაზე. აი ნახეთ როგორი ლამაზი ნამცხვარია. ფასი აწერია, თუმცა ვადა არ აწერია, როდინდელია. ვიზუალურად, გარეგნულად, ნამდვილად კარგად და მიმზიდველად გამოიყურება, ჩანს რომ ახალია და აი ნახეთ ზუსტად ის პროდუქცია, რომელზეც მოგწერეს. აი აქ არის ისპანახი ნიგზით, სალათი მაიონეზით, სტაფილო და ასე შემდეგ, სხვადასხვა კერძები. აი ჩვენ მოგწერეს რომ ეს კერძები მზადდება სამზარეულოში, რომელიც არის სარდაფში. ნახოთ ეხლა შევა იქაც მადონა და ნახავთ რა ხდება იმ სარდაფის სამზარეულოში. უი, აქ კიდე ერთი სამზარეულო, აბა ვნახოთ ქვევით რა ხდება. შემოდივართ მეორე სამზარეულოში, ქალბატონებო მოგესალმებით. ალბათ აქ მომზადება ხდება ნახევარფაბრიკატების, ხო? ვინაიდან ლობიო აქ იხარშება, სავარაუდოდ აქ გადმოდის, აქ მზადდება და მერიადის გამზადებული ზევით, ხო? კი ბატონო, მაქსიმალურად ვცდილობ ობიექტური ვიყო და აი ეს არ მომწონს. ეს უნდა გაირეცხოს. ეს უნდა გაირეცხოს სასწრაფოდ, იმიტომ რომ ორპირის შემთხვევაში და ეხა ორპირია, აი ეს მტვერი გამიჯნული უნდა იყოს, არ შემოვიდეს შიგნით. სტელაჟებზეა ყველა პროდუქტი მოთავსებული, ეხა ზეთი შეფუთული არ არის მნიშვნელოვანი რომ იყოს სტელაჟზე. აქეთ არის რაღაცა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურად არ გამოიყენება და ჩვეულებრივად საწყობი არის, აი აქ პროდუქტი არ არის, ამაცივარში არის გაყინული პროდუქცია, ნუ სტიკერების პრობლემა აქაც არის, შეფუთულ პროდუქციაზე სტიკერები ქარხნულად რა თქმა უნდა არის, მაგრამ როდესაც მაცივარში დევს, ვთქვათ, აი ხორცი ან თევზი ან არ ვიცი ხა რა არის, ხელით არ მინდა შევეხო, სტიკერები უნდა იყოს ყველგან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ აი ამის არსებობა, ეს არის მტვერის ბუდე ჩვეულებრივად და მტვერი აქ დაგროვდება. მაცივრები დასასუფთავებელია. სტიკერები ცოტა ადრე უნდა მიგეკრათ, კარგად ვერ მოასწარით, მიკვრამ, ან კარგად მაინც მიაკარით. არა უშავს, ყოველ შემთხვევაში ეს მწარე დაგამახსოვრდებით, რომ აუცილებლად აწის სტიკერები სულ გექნებათ. დანარჩენი კონტეინერები გაპრიალებულია. ქულერი, აი შეხედეთ. აი ამდენი რამე გაქვთ გოგოებო გაკეთებული. ვუყურებ რომ ყველაფერს აკეთებთ აბსოლუტურად და თქვენთვის სულ ერთი მომხმარებლის აზრი და მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტი სულ ერთი არ არის. ამას მივესალმები რა თქმა უნდა და უბრალოდ აი გთხოვთ რომ ბოლომდე მივიყვანო. იცით მე მინდა შევაქო ეს საცხობი რაჭა. იმიტომ რომ ძალიან კარგად არის როგორც ინტერიერი, ექსტერიერი და ასევე სამზარეულო, რაც ვნახეთ, უხეში დარღვევები ნამდვილად არ აქვს. არანაირი
ბინძური და საშინელება, აი არაფერი მსგავსი არ იყო. რაღაც პატარა დარღვევები იყო, რომელიც ყველა ობიექტზე არის, მაგრამ ნამდვილად ის ინფორმაცია, რომელიც წერილში იყო, არ დადასტურდა. პროდუქცია არის სანდო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად შეიძლება მისი შეძენა და მირთმევა და ჩვენ როგორც ვხედავთ, აქ გემრიელად მიირთმევენ სტუმრები, კაფეს სტუმრები და ძალიან მოსწოთ კიდევაც. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა კიდევ ერთხელ განმარტოთ, რომ ჩვენ თითოეულ წერილს კითხულობთ და შემდეგ მიდის განხილვა სახალხო კონტროლის გუნდის მიერ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთვის არ დასტურდება ის ინფორმაცია, რომელიც არის ნახსენები მესიჯებში და ტექსტურ შეტყობინებებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ მუშაობთ დღეს თბილისში და ეს არის კანდელაკის 59 საცხობი რაჭა. ივნისი, აგვისტო. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ცდილობს ქალაქგარეთ გავიდეს და შევიდეს ისეთ გარემოში, სადაც გემრიელ კერძსაც მიირთმევს და თან სუფთა ჰაერზე იქნება. რა თქმა უნდა, ოჯახებით ხშირად მოდიან ესეთ ადგილებში, როგორიც არის რესტორანი კოლხეთი და ჩვენც იმიტომ ვეწვიეთ, რომ ზაფხულია. იატაკს თქვენ თვითონ უყურებთ, რომ არაჩვეულებრივია. ჭერი ნახეთ როგორია, თქვენ თვითონ ხედავთ. საინტერესოა, მაგრამ აი მე უფრო რა მომეწონა, იცით? აი აქ რაღაც აი ის ადმინისტრაციის ოთახია და კამერები კი არა, თვითონ აი ცოცხლად ადმინისტრაცია სულ კონტროლში ყავს, სამზარეულო, ვაი და ვინმემ რამე ისე რო არ გააკეთოთ. მაცივრებში სტიკერები არის, კონტეინერებშია ყველაფერი მოთავსებული და კიდევ აი ნახეთ, ეხლა მე რო ცოტა ხანი დავყოვნებულიყავი, ვიფიქრებდი რომ სპეციალურად ეხა დააკრეს ვადები თქო. აი ეს კარგად მიაკარით, რომ არ ჩამოვარდეს. ეს რა არის? ხო, ერთი თხოვნა მაქვს, აი როდესაც აუცილებლად გადაწურეთ. იმიტომ რომ ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს. კონდენსატი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ხინკალი იხარშება და ცხიმი არ არის. თუმცა წვეთები შეიძლება იყოს და არ არის. გამწოვი აი როგორ არის, იცით? ეთყობა რომ იწმინდება, მაგრამ აშკარად გარკვეული რისკ ფაქტორი არის, ნახეთ. გამწოვი გასაწმენდია. წვეთა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი რისკი არსებობს, რომ ცოტა ხანში თუ არ გაიწმინდა, წვეთა დაიწყოს. ჯერჯერობით საბედნიეროდ არ არის. გასქურა ძალიან კარგი მოფიქრებაა. ფოლგა. ჩვენ მოვედით დღისით, როდესაც ნაკლებად არის ხალხმრავლობა, იმიტომ რომ საღამოს უფრო იკრიბებიან, ბუნებრივია აქ ამ ლოკაციაზე. აგერ ვხედავთ რამდენი სივრცეა, საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგიდებს და სკამებს ვხედავ. ესეთი პატარა შადრევანია, რომელიც ჯერ არ არის ჩართული, მაგრამ მეთევზე კი დგას თავისი სათლით. გადახურული ტერასა, ანუ წვიმა, მზე, ხელს არ შეუშლის ადამიანს, რომ შვიდად მიირთვას და გაატაროს დრო. აქ არის საკმაოდ დიდი დარბაზი, გადახურული, თუმცა როგორც აგვიხსნეს, ძირითადად ეს არის ზამთრის დარბაზი, იმიტომ რომ ზაფხულში მაინც სტუმარს ურჩევნია, რომ დაჯდეს გარეთ ტერასაზე, ან ვერანდაზე. მაგრამ ჩვენ მაინც ვათვალიერებთ, სუფთა გადასაფარებელია, არ არის დამწვარი, არანაირად აქ სიგარეტს არ ეწევიან. რბილი სკამები, მუსიკალური კუთხე, მე როგორც მივხვდი, აი იქ არის ხოლმე მუსიკა, არის ეკრანი და აგერ ლამაზი კერძები, სრული ასორტიმენტი, რაც შეგიძლიათ მიირთვათ კოლხეთში. აი რა გითხრა, სასიამოვნო გარემოა. ნახეთ, აქაც არის ვერანდაზე გასასვლელი. აი აქ და აი აქედან შეგიძლიათ გადახედოთ თბილისს და თბილისის ულამაზესი ხედები აქედან იქნება. სუფთა ჭურჭელი, რაც მე ძალიან მომწონს. ნახეთ როგორ არის გაფორმებული. ლამაზად ქოთნები, ლუდის კათხები, ვათვალიერებთ დარბაზს და რა თქმა უნდა გვაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში. ნახეთ აი რას ნიშნავს კამკამა ზეთი. ზეთს რა სიხშირით სვლით? რა სიხშირით სვლით ზეთს?
მაინც შავდება, მუქდება და არ შეიძლება რა. მე მასწავლის არ შეიძლებაო. მართალია 100%-იანი ხარ. ძალიან კარგი რომ მასწავლეთ. ნამდვილად არ შეიძლება, ნამდვილად უნდა ხშირად იცვლებოდეს. შევიხედოთ მაცივრებში. ეს არის მზა პროდუქციის მაცივარი და ნახეთ სტიკერები სხვადასხვა რიცხვებით არის დათარიღებული. ძალიან კარგია და ულუფებად არის მოთავსებული და ულუფები შემდგომში კონტეინერშია. ერთგვაროვანი პროდუქტი ერთად არის მოთავსებული და ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მივესალმები. შენახული არის კვერცხით თავის კონტეინერებში, ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგი შეცდომას უშვებს და რეცხავს კვერცხს და მერე უკვე კვერცხს ვინაიდან ფორები აქვს, უკვე შეიძლება შიგნით დაბიძურება მოხდას, კვერცხი უნდა გარეცხო უშუალოდ გამოყენების წინ, ესეც სწორია და კარგი არის. იმდენი მაცივრები გაქვთ, რომ ცალ-ცალკე გაქვთ ყველაფერი მოთავსებული. როგორც იქნა ვიღირსე. ნახეთ, აი რას ნიშნავს სუფთა დაფები. და ქვევით ნახეთ რო არის რეალოს დადებული, ანუ გამოყენებაში იყო და ჩემთვის არ არის მომზადებული, თუმცა ჩემთვის საიდან იქნებოდა. აქაც მოწესრიგებულია, აქაც ყველაფერი მოწესრიგებულია, ესეც მომწონს. აქ კიდე არის მაცივრები აშკარად გასალღობია და მაცივრებში. აი, ნახეთ, მენეჯერი მინდა. აი ეს კუთხეები დამისუფთავეთ, სადაც ამდენი გაქვთ გაკეთებული ეს კუთხეები დამისუფთავეთ და ესენი ყველაფერი შემიღებეთ. რესტორნის და კვების ობიექტის განუყოფელი ნაწილი სველი წერტილი, რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ სუფთა, ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, აბა ვნახოთ. არის თხევადი საპონი, კი ნამდვილად წყალი მოდის და აბა ვნახოთ თუ არის ხელსახოცი არის, ეს კარგია, სუფთა, აგერ შეგვიძლია ვნახოთ ტუალეტები, სუფთა ტუალეტია და უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, როდესაც საპირფარეშო არის სუფთა, 99% რომ სამზარეულოდ სუფთაა. ეს რა არის? ანუ ჩავიდე, მაგრამ ხელი მოვკიდო, ხო? კიდია, ცოტა მეცესე ჩავდებო, ხელს ვკიდე. ხელს მოვკიდებ და ჩავალ. ნახოთ. მოდით ვნახოთ, სად მუშავდება ხორცი. ეს კედელი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. წვიმების დროზე ძალიან მდგომარეობაში ვარ. კი ბეტონო, ეს კედელი აღადგინეთ, თუმცა მაგას დაგიჯერებთ, იმიტომ რომ აქეთ კედლები სრულიად მოწესრიგებული და გაპრიალებულები გაქვთ. აქ მუშავდება ცომი. კი ბატონო, ცომსაზელი, კი ბატონო, ფქვილი, ჭერის სუფთა, აბლაბუდები არ არის და აქ მუშავდება, პრესში ტარდება და მერიადის ზევით, ხო? კი ბატონო. და ეს არის ხორცის დასამუშავებელი. ზევით რო გაწიკწიკებული დაფები გაქვთ, ესეც გამომიცვალეთ, ან ეხლა დამუშავეთ ხორცი. კაი ბატონო. ამ ზედაპირზე, ნუ ტილოების სუფთაა, ვუყურებ, სუფთა ტილოები ყოველდღიურად ცვლით? დღეში რამოდენიმეჯერ ძალიან კარგია. ხორცის მანქანა გაწკრიალებული, გაპრიალებულია. ეს არის კამერა, მაცივარი, რაკაისი გრილია, ფანტასტიკური. ნახეთ როგორ არის. უფ, ნახეთ რა ხორცია. აი ამაზე იტყვიან, სულ თქავს ხორციო, სულ ახალი, ძალიან კარგი ხორცია. ეს რა არის? აი ესეც იგივე ნახეთ რა ფერია, ფანტასტიკური ხასხასა, ცომები და ეს არის კაბაბები და ჩვეულებრივად პარკებშია მოთავსებული. კოლდესაც ვერ უყურებ, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი რაღაცა მაკლია მაინც. აი ყველს მაგალითად იქედან ავიღებდი, იმიტომ რომ არაჰერმეტულად არის შეკრული და ყველში რო ჩააწვეთოს, აი თქვათ ნაჟურმა წყლებმა არა სასიამოვნო იქნება და ნუ იატაკს კარგად გამოვრეცხავდი. აი ეს არის სულ, მაგრამ პრინციპში აქ იმდენად ხშირი მოძრაობა არის, რომ აი ეს უჟანგავი საკიდები ძალიან კარგია და ნუ ახლა მაცივარია. აქ ხორცი მუშავდება, შემდეგში ეს ხორცი ადის ზევით და ეხლა პირობა მინდა გოგოებო იმისი, რომ აი იმ კედელს სასწრაფოდ გამიკეთებთ. დანარჩენი ხართ ძალიან მაგრები. გამიკეთებთ? აუცილებლად, რა თქმა უნდა. ხო და მე კიდე მექნება მოტივი ამოვიდო და გადავაკონტროლო. აი ამ უკვე მეორე დარბაზში, აი ესეც ღია დარბაზია, თუმცა გადახურულია. აი აქ მინდა დავასრულოთ ჩვენი რეპორტაჟი, რესტორანი კოლხეთი ოქრო ყანაში.
რომელიც ჩვენ პირველად დავათვალიერეთ და თქვენც წარმოგდგენა შეგექმნათ თუ როგორი კვების ობიექტია. პრინციპში რაღაც პატარა შენიშვნები რა თქმა უნდა არის, მაგრამ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ეს ობიექტი და ამით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი რეპორტაჟი თბილისიდან.